მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდს იწერს, ალაიქებს, შეერს უკეთებთ. ეს არის თქვენი ენერგოგაცვლა იმისათვის, რასაც მე ვაკეთებ თქვენთვის უფასოდ. ასევე არ შემიძლია არ ვთქვა, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიდეოს ყურების საფასურად მირიცხავთ თანხას ანგარიშზე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენი მოთხოვნის თანახმად დღეს მინდა გაგიკეთოთ ბარაქის რიტუალი და ცოტაოდენი ვისაუბრო ფულის და სიმდიდრის შესახებ, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანს სჭირდება. რადგან ფული არის სტაბილურობა სიმშვიდე ადამიანისათვის, რათა შენი თავი უზრუნველყო და უზრუნველყო. გარკვეულწილად იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც სჭირდება დახმარება, ეს იქნებიან მშობლები, შვილები თუ ასე შემდეგ. გარკვეულ ასაკამდე ხა შვილებს 19-20 წლის მერე დახმარება ნამდვილად აღარ სჭირდებათ, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა. ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ესე ხდება. სიმდიდრე. ხა ვიღაცამ მე სტორიშიც თქვი და აქაც ვიტყვი, ვიღაცამ რომ მითხრას, რომ სოფი, მოდი გააკეთე ჩემთან ერთად ბიზნესი და ჩვენ სამ კვირაში ვიშოვით მილიონებს, მე ვიფიქრებ ესეთ ადამიანზე, რომ ეს არის თაღლითი და მე ესეთ ადამიანთან არასოდეს აღარ ვიკონტაქტებ. ასევე ვიღაცამ რომ მითხრას, რომ სოფი, მე შენ მოგცემ, მაგმა რომ მითხრას, მე შენ მოგცემ ამულეტს და შენ ამის ამულეტის მერე ერთ კვირაში გახდები მილიონერი, მე ვიტყვი, რომ ეს არის თაღლითი და არც ამ მაგთან არასოდეს არ მივალ. სიმდიდრე მოდის, როდესაც ადამიანი მზად არის ამისთვის. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რატო რა მე არ ვარ მზად, მე არ მინდა ფული. როდესაც ადამიანი არის ცუდად, მას არ აინტერესებს რა ფირმის, რა ბრენდის ტანსაცმელი აცვია. თუ დეპრესიაში ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, რა აცვია, რა ახურავს, საერთოდ არ აინტერესებს. შეიძლება ერთი კვირა 10 დღე საწოლიდან ვერ ადგეს ადამიანი, არ იბანაოს. იმიტომ კი არა, რომ ბინძურია, არამედ იმიტომ, რომ ცუდად არის ადამიანი და არ აინტერესებს არც დედა, არც მამა, არც შვილი, არც ფული, არც სახლი როგორ დალაგებულია, ჭურჭელი როგორ დარეცხელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ესეთ მდგომარეობაში ადამიანი არა მარტო ფულზე და სიმდიდრეზე არ ფიქრობს, არამედ არაფერზე არ ფიქრობს. და აქედან გამომდინარე, როგორ დაალაგებს გეგმებს, რომ როგორ გახდეს ის მდიდარი და წარმატებული ქალი თუ კაცი. რა თქმა უნდა, ვერ. ავადმყოფობას მე შევადარებდი ასევე ჯადოს, როდესაც ადამიანს აქვს ჯადო, როდესაც ადამიანს აქვს თვალი, როდესაც ადამიანს აქვს წყევლა, ის ისე ცუდად არის და სტრესშია, რომ ადამიანი საერთოდ ვერ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამდიდრდეს და როგორ რა გააკეთოს. იცით რა არის? გამდიდრება ცოტა ქართველ ხალხში ცოტა გარომანტიზირებულია. რომ მაგალითად უკაცრავად მეგობრებო, რომ უკაცრავად წყალს დავლევ, თქვენ იცით, მე ლაივში ვწერ აბსოლუტურად ყველაფერს, უკაცრავად. უკაცრავად მეგობრებო, გარომანტიზირებულია და ესე ვთქვათ, აი სიმდიდრე ცუდია, სიმდიდრეს მოაქვს ყველაფერი ცუდი, თავარი არის ჯანმრთელობა,
სიმდიდრე არა, მოგესწრებათ, მაგრამ კარგი ჯანმრთელობა სიმდიდრის გარეშე როგორ გექნებათ ადამიანს? როგორ ექნება კარგი ჯანმრთელობა, როგორ გექნებათ კარგი კანი, თქვენ შვილებს როგორ ექნებათ კარგი საკვები, ვიტამინის სწავლა, დახურვა, არ ვიცი, რა ნებისმიერი რამე, ხო? ამიტომ ის ძველი კომუნისტური გადმონაშთი, რომ სიმდიდრე ცუდია, რა თქმა უნდა, არის ძალიან ტყუილი. როდესაც ჯადო აქვს ადამიანს, როგორც წაღან აუღნიშნე, თვალი აქვს, წყევლა აქვს ოჯახის, რა თქმა უნდა, ის ვერასოდეს ვერ გამდიდრდება მერწმუნეთ. სულ მუდმივად ფულის შოვნის პრობლემა ექნება და სულ ტანჯვით გამოიმუშავებს ფულს. ანუ თქვენ თუ ხედავთ, რომ ადამიანი გამოიმუშავებს ფულს და გამოიმუშავებს ტანჯვით, ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანს პრობლემა აქვს. იმ ადამიანს პრობლემა აქვს, ან ჯადოს პრობლემა აქვს, ან ასე ვთქვათ, არ ვიცი, რაღაცა სჭირს ყოველ შემთხვევაში. რომელი ჯადო ეს უკვე, ამას ახლა მაგალითად ვამბობ. მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც შეიძლება არ ქონდეს კაცო ადამიანს ჯადო, ხო შეიძლება რა, მაგრამ აქვს სტრესი. საიდან აქვს სტრესი? ცხოვრობს ცუდ გარემოში. ყავს ტოქსიური კაცი, რომელიც მუდმივად აბიუზერს უკეთებს, ანუ შენ არაფერი შეგიძლია, მე ვარ მხოლოდ რაღაცას უშლის იმას, მოკლედ სტრესში ცხოვრობს ამ ქმართან. ყავს შვილები, რომელიც სტრესშია ცხოვრობენ. რამდენსაც გინდა გოგო აიღეთ, გინდა ბიჭი აიღეთ. ყავთ ისეთი შვილები, რომლებიც ცემენ, ქუჩაში აგდებენ, სახლს უყიდიან, ანერვიულებენ, ძალიან ცუდ რაღაცებს უკეთებენ ენით გამოუთქმელს და ესეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერც ფულის შოვნაზე იფიქრებს, ჯანმრთელობაც გაუფუჭდება და ყველაფერი ცუდი ექნება ესეთ ადამიანს, რა თქმა უნდა. ყველაფერი მოდის ნერვებიდან, ყველაფერი მოდის ტვინიდან. მე გეტყვით მაგალითს, კი არ დაგაძალებთ და რაღაცას გირჩევთ, როგორც მრჩევებს მე ვერ ვიტანიცით, თქვენ რჩევებს ხოლმე სულელები იძლევიან, მე გეტყვით მაგალითს, როგორ წარმომიდგენია მე ადამიანი, რომელიც არის დამდგარი კარგ გზაზე. ჩემთან როდესაც მოდის ადამიანი, კლიენტი, ვეცნობ იმის პირობებს, რა უნდა, როგორ უნდა, ვეუბნები რა პრობლემა აქვს, ჯერ მე ვეუბნები რა პრობლემა აქვს, მე ის მეუბნება, რომ რა უნდა საერთოდ. ყველაზე კარგ შემთხვევაში იკეთებს ხომალდის წმენდას. როდესაც წმენდას იკეთებს, 16 დღის მერე ეს ადამიანი სრულიად სხვა ადამიანია. და 16 დღის მერე, როდესაც მოდის ჩემთან და უკვე საუბრობთ, ამ ადამიანს სულ სხვა რამე უნდა, რაც 16 დღემდე უნდოდა. სრულიად შეცვლილი ადამიანის გონება. ამის შემდეგ მე, რა თქმა უნდა, ადამიანს ახლა კითხვაში და რჩევის მიცემაში, როდესაც უკვე ჩემი კლიენტია და ჩემთან რამე აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, მე ვურჩევ, ეხმარები, რა თქმა უნდა, მე ამაში ფულს არ ვართმევ და წყვიტავთ რა საქმიანობა იქნება მისთვის კარგი, როგორი საქმიანობა იქნება მისთვის კარგი და რა მოუტანს ფულს, რა არ მოუტანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ადამიანი თუ გადაწყვიტა, ჩემთან იკეთებს ამულეტს, რომელსაც კონკრეტულ საქმისთვის გამოიყენებს, არ ვიცი, საქმიანობას დაიწყებს, ბიზნესს დაიწყებს, ნებისმიერ რამეს. და აქ მიდის უკვე წარმატება. 2-3 თვეში აღწევს იმას, რაცაც ზოგის დაჭირდება 2-3 წელიწადი. თუ ადამიანს სჭირდება ზოგს 4 წელიწადი, ჩემ კლიენტს დასჭირდება 1 წელიწადი. წელიწადნახევარი. არავინ არ გითხრათ, არავინ არ მოგატყუოთ, რომ 2 კვირაში თქვენ მილიონერი გახდებით. როდესაც ჩემი კლიენტი მოდის ჩემთან და იწყებს ან ბიზნესს, ან ხელოსნობას რაღაცის, ნებისმიერ რამეს მნიშვნელობა არ აქვს. 2 თვეში კლიენტები ეზრდება. ბევრი კლიენტები ყავს. მერე კიდე 4 თვეში უფრო მეტი კლიენტი ყავს. მერე კიდე 4 თვეში უფრო მეტი კლიენტი ყავს. და უორმაგდება ყველაფერი ცხოვრებაში. მაგრამ ხელში რა სიჭერს? სიმშვიდეს, უფრო მეტ
იდეები აწუხებს, როგორ გააფართოვოს თავისი ბიზნესი, როგორ კიდე დაამატოს რაიმე, როგორ კიდე, აი ესე კეთდება ზუსტად ფული, მეგობრებო. ეს არის სიმდიდრე, ესე კეთდება ფული. ფული მაშინ კეთდება, როდესაც გონება და ქმედება არის ერთმანეთთან თანხმობაში. გონების გარეშე უბრალოდ ადვილად ფულს არავინ თქვენ არ მოგცემთ. ადვილად თუ ფულს მოგცემთ ვინმე, მე შეიძლება არ ვიცი, ძალიან ცუდად მოგექცეთ, მერწმუნეთ. დიდი ფულის შოვნა ყოველთვის შეიძლება, გამდიდრება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მხოლოდ სუფთა გონებით. თქვენ რას ფიქრობთ, მე რატო ვაკეთებ მარათონებს? ახლა გამოვაცხადებ ზუსტად მარათონი როდის დაიწყება. თქვენ რას ფიქრობთ, მე რატო ვაკეთებ ხოლმე ფინანსურ მარათონებს, რომელიც სხვადასხვა ფასი ღირს, ზოგი $35, ზოგი 60, ზოგი 70, ზოგი 100, ზოგი ზემოთ და ზემოთ. და რატო იღებენ ხალხი მონაწილეობას? თქვენ რას ფიქრობთ? იმიტომ რომ გონებას ჭირდება გაწმენდა, ჯერ სულს ჭირდება გაწმენდა და წმენდასთან ერთად ადამიანს ჭირდება დისციპლინის გამომუშავება, სხვადასხვა იდეების სწავლება, განვითარება. როგორ შეიძლება ადამიანმა უბრალოდ ესე დადგეს და თუ ადამიანს არ აქვს დისციპლინა, არ აქვს გეგმა, რომ აი ბევრს უთქვია, რომ აი თქვენი სიტყვიდან ხო იქ რამდენიმე საათი ვლაპარაკობ ხოლმე ვოისებში და თითოეულ მარათონში და უთქვი რომ აი ეს სიტყვა დავიჭრე და ამ სიტყვამ შთამაგონა ის რომ თქვათ ჩემს საქმეში რამე გამაკეთებინა. ზოგმა სხვა სიტყვა დაიჭირა, ზოგმა სხვა სიტყვა დაიჭრა და იმან შთააგონა, ხო? მე ვაზიარებ ამდენი წლების გამოცდილებას ჩემსას წარმოიდგინეთ რამოდენიმე საათში. ანუ ადამიანის იმისთვის აქვს გონება და ჭკუა, რომ თავის შეცდომებზე კი არის სწავლოს და წიგნები იმისათვის არსებობს და განათლება იმისათვის არსებობს და მოსმენა იმისათვის არსებობს, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლო და სხვისი როგორც თქვა ქართულად, სხვისი გამოცდილება გაიზიარო და წაიკითხო. რიტუალები საუკეთესოა. ცოდნაც აუცილებელია, რიტუალებიც აუცილებელია, მაგრამ ჩემი გადმოსახედით გამდიდრებისათვის ყველაზე კარგია, რომ ადამიანმა ყოველთვის დაიწყოს წმენდის რიტუალით. წმენდი ჩემი სხვისი არ ვიცი, არც მაინტერესებს, არც არასოდეს დავინტერესდები. ჩემი წმენდის რიტუალი მე ვფიქრობ აკეთებს იმას, რასაც არავის წმენდის რიტუალი არ აკეთებს, იმიტომ რომ ჩემი წმენდის რიტუალი არის განსხვავებული. საუკეთესო კი არა, განსხვავებული, რომელიც ადამიანებს აძლევს იმის შანსს, რომ გამდიდრდნენ, ჯანმრთელები იყვნენ და ტოქსიურ ურთიერთობას დაანებონ თავი ჩემი მიზანი ხო, ეს არის ბოლოს და ბოლოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენ ვიცით ჩემი ლაპარაკი გიყვართ. ვიდეოს წერ ღამის პირველი საათია ახლა ჩემთან. მე მინდა პატარა რიტუალი გასწავლოთ და ესე ვთქვათ, შეგეხიდოთ საუბრით და რიტუალებით ხოლმე თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ სანამ ახალგაზრდები ხართ, სანამ ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთეთ, არ გადადოთ. რიტუალი იქნება, ეს წმენდა იქნება, თუ რაც იქნება, არ გადადოთ, იმიტომ რომ რაც მალე განვითარდებით, რაც მალე გახვალთ წინ, თქვენი ცხოვრებისთვის უფრო უკეთესია, იმიტომ რომ ჩვენი დრო, განსაკუთრებით ქალების დრო, ძალიან მიფრინავს. ქალები სამწუხაროდ უფრო ადრე ბერდებით, ვიდრე მამაკაცები. ეხლა მივავანთებ სანთელს. და თქვენ გააკეთეთ ესეთი სახლში რა. აიღეთ 2 მონეტა. აი აქ ჩემი მონეტები ბარაქის, რომლის ღირებულება არის თითოსი $200. რამდენიც გინდათ იმდენი შეგიძლია შეიძინოთ და საფულეში ჩაიდოთ, ძალიან წარმატებას მოგიტანთ. აიღეთ 2 ცალი მონეტა და დაიჭირეთ მარჯვენა ხელში. ეხლა მივავანთებ სანთელს.
და ვიტყვი ლოცვას. შემდეგ, როდესაც მონეტაზე ვიტყვი ამ შელოცვას, თქვენ აიღეთ და ეს საფულე, ეს მონეტები საფულეში ჩაიდეთ. ადამიანი, რომელიც მე ახლა მისმენს, მიყურებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად არის, რომელ ქვეყანაშია, რა მდგომარეობაშია. ვუგზავნი ენერგიას იმისა, რომ გქონდეს დიდი შემოსავალი. თუ სამსახურიდან გამოუშვეს, დაიწყოს ახალი სამსახური. თუ საფულეში ცოტა აქვს ფული, გაუასმაგდეს. თუ რაიმეზე აკლდება ფული, ადვილად მიეცეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა მე მიყურებს და ხელში უჭირავს ნებისმიერი ნომინალის ფული, მილიონად ექცეს. არასოდეს არ გქონდეს მის ოჯახს დანაკლისი. გაუასმაგდეს ყველა შემოსავალი. და ასე იყოს ამინ. და ასე იყოს ამინ. და ასე იყოს ამინ. გეცხოვროთ დანაკლისის გარეშე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მე ახლა მიყურებს, არასოდეს არ შეგექმნათ პრობლემა ფინანსური. და ასე იყოს ამინ. და ასე იყოს ამინ. და ასე იყოს ამინ. მეგობრებო, რიტუალის შემდეგ ჩაიდეთ საფულეში ფული და ატარეთ. 3 დღის შემდეგ ეს ფული დახარჯეთ. ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ ყველა დილას და საღამოს, როდესაც თქვენ მოგეხერხდებათ და გაითვალისწინეთ, რომ ეს ვიდეო არის ზოგადი. პირადი კონსულტაციისათვის მომმართეთ მხოლოდ WhatsApp-ზე. ყველას გისურვებთ ბარაქას, გონებაში სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ჯიბეში ძალიან ბევრ ფულს. მადლობა.